შესახებ, რას ფიქრობთ ამ გადაწყვეტილებაზე? მოსალოცი დიდად არაფერი არ არის, იმიტომ რომ სანამ ყველა პოლიტპატიმარი არ გამოვა, განსაკუთრებით ისინი, ვინც სისხლის სამართლის წესით არიან დაკავებულები, მოყოლებული აპრილის აქციებიდან. მოყოლებული, ჩემი უახლოესი გულითადი ბიჭი ოკმელადან დაწყებული, ყველა ვინც დააკავეს, ყველა ვინც ცემეს, ყველას ვინც განსაკუთრებით სისხლის ბრალი წაუყენეს, ყველა სანამ არ გათავისუფლდება, ამ თავისუფლებას შემთვის ფასი არ აქვს, იმიტომ რომ მე შეგვებული ვიყავი, რომ ახალ წელსაც და ჩემ დაბადების დღესაც უნდა შევხვედროდი ციხეში და არანაირი პრობლემა არ მაქვს, მივბრუნდები ეხლავე, იმიტომ რომ იქ შევეგუე და კარგი წიგნებიც ჰქონდა ბიბლიოთეკაში იქაური შეკვეცი. ვიბრძოლებ იმისთვის, რომ პოლიტპატიმრები გათავისუფლდნენ. და ასევე ძალიან დიდი მადლობა მინდა უთხრა ყველას, ვინც ფეხს არ უცვლიდა ამ ხნის განმავლობაში. მე თვითონ ტელევიზორი არ მქონდა, მარტო ადვოკატისგან ვიგებდი ამბებს, მაგრამ სხვებს ჰქონდა და ხმები მესმოდა ხოლმე, რომ ხალხი მაინც ჯიუტად დადიოდა რუსთაველზე, მაინც აპროტესტებდა და თითოეულ ჩვენნაცვალე, რომლებისთვისაც სულ ერთი არ არის ჩვენი ქვეყნის ბედი. და დღევანდელი ამბავი როგორ მოხდა რანაირად და არ ვიცი უცბად აბსოლუტურად მოულოდნელად შედეგი სამოხალხო პროტესტის პირველ რიგში იყო პროტესტის და პროტესტი რო არ ყოფილიყო ერთ უცხოელები აქვს ვერ იტყოდნენ და როგორც ჩანს უცხოელებისგანაც კაი მოხდათ 1-2 წკეპლა და რა თქმა უნდა პროტესტი იმიტომ რომ ხალხი მაკრონის სატელეფონო ზართან დაკავშირებით გეცოდინებათ კონცესით ცნობები როგორ ფიქრობთ რამდენი ამან გავლენა თქვენს თავისუფლებას არ მინდა ვიმარჩიელო მაგრამ რა თქმა უნდა რაღაც მოვლენათა ერთობლიობამ განაპირობა ეს ყველაფერი თორე არაფერი არ შეცვლილა დამიჭირეს იმიტომ რომ ბრალი წამიყენეს უბრალოდ ორთვიანი მომცეს იმიტომ რომ გაიპარება უცხოეთშიო და ნუ ახლა ამ დღეში რა შეიცვალა ხო არაფერი შესაძლოა რაღაცა მოხდა არ ვიცი მაგრამ რა თქმა უნდა ახლა მიხარია რომ ოჯახთან ერთად შევხვდები ახალ წელს მაგრამ კიდევ ერთხელ ამბობ ჩემთვის გაცილებით მნიშვნელოვანია რომ ყველა პოლიტპატიმარი იყოს გარეთ და ვიბრძოლებ იმისთვის რაც შემიძლია და რაც არ შემიძლია გავაკეთო რომ ორი რაღაცაა ძალიან მნიშვნელოვანი რომ პოლიტპატიმრები განსაკუთრებით სისხლის სამართლის ბრალი ვისაც გარეთ იყვნენ და ეს მოღალატეების ხელისუფლება გავყაროთ ხელისუფლებიდან